გამარჯობა ჩემო კარგებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა დაგპატიჟოთ უგემრიელეს ტრადიციულ წვნიანზე, ჩიხით თმაზე, ცხელ შოთისთან ერთად. ამ კერძისთვის დაგჭირდება კარგი სახლის ქათამი, ნუ გეშინიათ სოფლის ქათმებს. მიუხედავად იმისა, რომ საღეჭად უფრო მაგარი ხორცი აქვს, სამაგიეროდ უფრო გემრიელი ბულიონი ექნება. ხახვი, კვერცხი, ფქვილი, ზეთი, ხახვის შესაწვავად, მარი, მარილი, პილპილი, ქინძი და ნიორი. ყველა ინგრედიენტს ჩამოვთვლი როგორც ყოველთვის აღწერილობაში. ქათმისგან მოვხარშოთ კარგი გამჭვირვალე ბულიონი და სანამ ქათამი იხარშება, მოვამზადოთ ხახვი. წვრილად დავჭრათ და ჩავშუშოთ ქვაფში სქელი ძირით. სანამ შუშდება ხახვი, არ გაგეპაროთ. გავტეხოთ 2 კვერცხი, დავამატოთ მარილი და მსუბუქად ავთქვიფოთ. ან და უბრალოდ კარგად ავურიოთ. ხახვი უკვე ჩაშუშდა, გამჭვირვალეა და ოდნავ ოქროსფერიცაა. და ზუსტად დროა დავამატოთ ფქვილი. როდესაც დავამატეთ, კარგად ავურიოთ და ცოტა დავტოვოთ გაზზე, ოღონდ გავაგრძელოთ არევა. მერე ნელ-ნელა დავამატოთ წყალი, ოთახის ტემპერატურის და ინტენსიურად ვურიოთ ამ დროს, რომ კარგად გაიხსნას ფქვილი. მასა უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად ერთგვაროვანი. როდესაც კარგად გავშალეთ ყველაფერი, ვამატებთ ქათმის ბულიონს. დავამატოთ მარილ პილპილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. როდესაც ადუღდება, ვურევთ ინტენსიურად და ძალიან ნელა ვამატებთ მომზადებულ კვერცხს ცოტ-ცოტას. და შეუჩერებლად ვურევთ, სანამ კარგად გადანაწილდება კვერცხი. ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი, ასევე დავამატოთ ძმარი, მე ბავშვისთვის როდესაც ვამზადებ, არ ვამატებ მაინც. და ბოლოს წვრილად დაჭრილი ქინძი და 1 კვილი ნიორი. ამჯერად არ მქონდა სახლში, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი გამოდის. დამილაიქე ვიდეო და დამიწერე კომენტარი თუ რომელი წვნიანი შენ გიყვარს ყველაზე მეტად. გამოიწერე არხი, წინ მაქვს ბევრი სათქმელი შენთვის. კარგ ცხოვრებას გისურვებთ, ჩემო კარგებო. მომავალ შეხვედრამდე.